გას 2022-23 წლების გაცავთ 2023-24 წლების სეზონში მაშინ ბათუმმა 96-91 იმარჯვა. დაიწყო ჩვენი მატჩი ლომიძე, ოჩხიკიძე, ლომიძის შორეული სროლა. ოთხეული პრინციპში გარკვეულია, მეხუთეც გაიწყო და ახლა უკვე ვინ რომელ პოზიციებს დაიკავებს დანარჩენი სამი ვაკანტური ადგილი. ლომიძე, აშამი, აფენდაშვილი, პატაშური. შეტევა. ჩაგდო ისევ სლეიტერი, ჩანანი ამოვიდა ბუკენენი და სტუმართა კალათში. ოჩხიკიძე. ის შორეული სროლა ზუსტია. რუსთავის მაისური მოურგია. ერთ-ერთი სეზონი იყო, როცა რუსთავმა თესლოსთან ფინალი წააგო 2022-23 წლების სეზონი. ტომასი სალაძე, ბაქრაძე, ბაბილოძე, ტომასი. გასროლია. აჰა. თი გადავა მოწმო. შეიძლება სროლა არა ქადარიაზე გადაცემა გატარდა საპირისპირო გზაზე. კლუბი შორეული თორსა არც ეს ვარდება ქადარიას. ბუკენენი, მატისი კიდევ ერთი 7-7 წაგებით. ვეღარ გააგრძელა კარგი სტარტი. აქ მატისია ძალიან კარგი. იგი ტომასი ყველა ბურთს ეხება, ყველა ბურთზე თამაშობს. სასროლია უკვე ასეც ხდება და ჩაკთი ოჩხიკიძე. აი ძალიან შორია გაუშვა, მაგრამ რათუმი და ვთქვით ლომიძე, შემდეგ ოჩხიკიძე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული და საერთოდაც საუკეთესო იყო თავის გოლოსკენ მოიმატა. არ არის ლიგო შედეგები პირველი ტაიმში დაფიქსირებული ტაბლოზე გოლების მხრივ რა თქმა უნდა და ნახო. ძალიან შეათიცლებოდა პირველ ტაიმში ლიდერი. აქ ეზიაგუ ძალიან კარგი შეხვედრა ოჩხიკიძე და დიდწილად ამან განაპირობა. ხო. ეს პროცენტი სამქულიანების. ბაბილოძე. ტომასი, სამიანი, ჩაასო. აჩქაროს ელიაძე უკვე მეორე ფაზა შეტევის. ჭკვიანი მოთამაშეა ელიაძე არიჩქარა. განსაკუთრებით ამ მეოთხედში, მაგრამ ეხლა დაკარგა ტომასი. ბაშამი, ტომასი, ბრაო ორივე. მატისი, მოკლეა, მუთივის, დატოვეს ფაგლებში. კი. თა რა კარგად დატოვეს. ბუკენენი. სასტრაფო წესით შეტევა, ბუკენენი. გაფრინდაშვილი, სამიანი არ ვარდება და ბათუმი იგებს ამ შეხვედრას 77-75. რო ჩავარდნილიყო იქნებოდა ძალიან მაგარი რა. დაიგრეოდა დარბაზი. ხო, ჩვენ მივიღეთ ამით ის, რომ